თენგიზ ამირაჯიბის სახელობის პიანისტთა მე-11 საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა, რომლის გახსნაც ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების კონცერტით აღინიშნა. ღონისძიება კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი საქართველოსა და ბორჯომის მერიის მხარდაჭერით ტარდება. კონკურსში 6-დან 25 წლამდე პიანისტები მონაწილეობენ სოლო და დუეტის კატეგორიებში. ჟიურიში არიან გიორგი ვაჩნაძე, შტეფან არლონდი და თამარ ლიჩელი. ლევანდელი წელი ნამდვილად გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი ქვეყნიდან ყავს მონაწილეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კონკურსისთვის, იმიტომ რომ პირველ რიგში თენგიზ ამირაჯიბის სახელი კიდევ უფრო ფართოდ გახდება ცნობილი და გარდა ამისა გაიცნობენ იმ ულამაზეს მხარეს, რასაც ბორჯომი ქვია. მე რამდენი წელია რომ ამირაჯიბის სახელობის კონკურს ფესტივალი ჩვენთან ტარდება და ძალიან დიდი წარმატებით ბორჯომისთვის ძალიან კარგია, იმიტომ რომ ბორჯომი ზოგადად კულტურული ქალაქია და კულტურულად უნდა იცხოვროს ბორჯომელებმა. მნიშვნელოვანი იმით არის, რომ იხსნება ქართული კლასიკური მუსიკის ფესტივალი, სადაც თბილისის შემდეგ უკვე ბორჯომში მონაწილეობ. შემდეგ გვექნება უკვე ქუთაისი. შესაბამისად, წელს მონაწილეებს ძალიან ბევრი, რაც ძალიან გვახარებს, რაც მზარდი ინტერესი ამ კონკურსის მიმართ და ზოგადად ფესტივალის მიმართ.